ეს ვარიანტი გარკვეულწილად ჩვენი მოსაზრებით გარკვეულწილად განსხვავდება იმ დასკვნისაგან, რაც ჩვენ მივიღეთ ვენეციის კომისიისაგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველაფერი ის, რაც გათვალისწინებული არის ამ ვარიანტით, უცვლელად გადავიდეს კანონში. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას და შემდეგ თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მთლიანად მოსამართლეთა კორპუსი, საქართველოს უზენაესი სასამართლო მზად იქნება, რომ ამ კანონიდან გამომდინარე ჩაატაროს არჩევნები და ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ როგორც ეხლანდელმა წევრებმა, ისე სხვა მოსამართლეებმა და საბოლოო ჯამში მივიღოთ საბჭო, რომლებიც ახალი წესის მიხედვით იქნებიან არჩეული.